მეგობრებო, მოგესალმებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა გელით წინ და თემა არის შემდეგი. შეიძლება თუ არა ჩაფიქრებული ადამიანის ნდობა. ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქრეთ, ვისთან მიმართებაშიც შესაძლებელია გაქვთ გარკვეული კითხვის ნიშნები და ბოლომდე თითქოს არაფერი საგანგაშო არ არის, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ჩდება გარკვეული ეჭვები სანდოობასთან დაკავშირებით. და მე ახლა ამ საჯარო გაშლით თქვენ დაგეხმარებით, რომ მიიღოთ პასუხი. ნამდვილად სანდო არის ჩაფიქრებული ადამიანი თუ არა. აქვე შეგახსენებთ, რომ გვერდი მზის ადამიანი, ისევე როგორც YouTube არხი ნინო ლეშავა ფუნქციონირებს მხოლოდ და მხოლოდ საჯარო გაშლების ფორმატით და შემეცნებითი სხვადასხვა საინტერესო პოსტებით, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის გარკვეული ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უბრალოდ თქვენთვის საინტერესო და თქვენთვის ერთგვარი გზამკვლევიც აღმოჩნდეს, ისევე როგორც ჩემი საჯარო გაშლები. ძალიან კარგი. სანდოა თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი ახლა. ვარიანტი პირველი. პირველი ადამიანი, ვარიანტი მეორე ადამიანი და ვარიანტი მესამე. შეგიძლიათ სამივე ვარიანტი დააკავოთ, თუ კი თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია და ვთქვათ სამი ადამიანი გაინტერესებთ. სანდოობასთან დაკავშირებით, რამდენად ჩააბარებენ თქვენს წინაშე ტესტს, მას შესადამე. პირველი ვარიანტი ეს იქნება ყორანი, მეორე ვარიანტი ეს იქნება ბაყაყი და მესამე ვარიანტი ეს იქნება ისეთი წრუწუნა. ახლა დახუჭეთ თვალები. იფიქრეთ კონკრეტულ ადამიანზე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თქვენ ახლა გაინტერესებთ, სანდო არის თუ არა. და ჩვენ ახლა გავიგებთ, ნამდვილად სანდოა ეს ადამიანი თუ არა. ძალიან კარგი. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. მე ასე ვიტყოდი, რომ პირველივე არკანი პრინციპში არის პასუხი ადამიანთან დაკავშირებით. სანდო არის ადამიანი თუ არა. ადამიანს აქვს ძალიან ძლიერი ქარიზმა. ადამიანს აქვს ძალიან დიდი манипуляციის ძალა. ადამიანს აქვს ძალიან ასეთი ძლიერი ენერგეტიკა, მე ასე ვიტყოდი. ეს არის ადამიანი, რომელიც იქცევს ყურადღებას. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ზემოქმედების ქვეშ მოახდინოს, მოახვედროს ადამიანი. და სანდო არის თუ არა ადამიანი, გეტყოდით, რომ თუ კი გინდათ ცხოვრებისეულად გაიაროთ ყველა ის გაკვეთილი, რომელიც ეხება იმედგაცრუებას, ადამიანს რომ ცხოვრებას მისცემ დაუთმობ და უცებ აღმოჩნდება, რომ არ არის საკმარისი. მისცემთ თქვენს, რა ვიცი, ჯანმრთელობას, მისცემთ თქვენს ფინანსებს და აღმოჩნდება, რომ ადამიანი უბრალოდ манипуლირებდა. ეს არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იქცევა ისე, როგორც მას ეს იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ამ ადამიანის მთავარი ქიმია რა არის, იცით? ამ ადამიანს აქვს ფუნქცია. არა მარტო თქვენთან, არამედ სხვა ადამიანებთან, რომ სარკისებურად დაანახოს ყველა ადამიანს აი ამ თავისი ძლიერი ენერგეტიკით, აი ამ თავისი ქარიზმით, манипуляციით. ეს ადამიანი არის ძალიან დიდი ნარცისი. მის ჯიგრულ იმაშიც ნარცისიზმი დავს, მიხვდით ხომ? ანუ მას ის თვითშეფასებისთვის სჭირდება. გამიგეთ ხომ? ამიტომ აი ამ ჯიგარი პირველი ვარიანტის, ვინც აქ ჩაიფიქრეთ, ხო შეიძლება უცებ ბადარებული დაგტოვოს, ისეთი რაღაც გააკეთოს, ხო უცებ გაქრეს, აორთქლდეს, რა ვიცი. ვერ ისევ გამოჩნდეს ეს ჩვევი ამ ვარიანტს.
ნახეთ რა შემიძლია გითხრათ. ადამიანს ფუნქცია აქვს, რომ სხვა ადამიანებს ასწავლოს საკუთარი თავი. ძალიან მტკივნეულად, მაგრამ ასწავლოს საკუთარი თავი. ამიტომ თუ მეტყვით მკითხავთ იმას, ვენდო თუ არა ამ ადამიანს, იცით რა არის? არ მაქვს ამაზე პასუხი, იცით? ეს არის ის, ვინც არის. მიხვდით ხომ? ეს არის ის ადამიანი, ვინც ანუ ესეთია. გამიგეთ ხო, ასრულებს თავის ფუნქციას. მაგრამ მოდით კიდევ ერთი არკანით მინდა რომ ნახო. პირველი ვარიანტი, რამდენად სანდო ხარ? ნუ ძალიან დიდი ალბათობით ყველას არ ეხება ეს, მაგრამ აირჩიეთ მამაკაცი. ნუ ადამიანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უსაზღვროდ ქარიზმატულია, შეიძლება კიდე დაინახავ, ნუ რა აქვს ადამიანს ენერგეტიკა. ადამიანს აქვს განსაკუთრებული ძალიან საინტერესო ენერგეტიკა, რომელიც ძალიან იზიდავს განსაკუთრებით საპირისპიროსკეს. უყვარს ტყუილებიც, რა თქმა უნდა, მანიპულაციების მეფეა, თამაში, იცის საკუთარი ენერგეტიკის ფასი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იდეალური საგაკვეთილე ადამიანი არის კარმული გაკვეთილებისთვის. ამიტომ ენდოთ თუ არა, ენდეთ იმ შემთხვევაში თუ გინდათ რომ ეს გაკვეთილები გაიაროთ. თუ არ გინდათ ამ გაკვეთილების გავლა და არ ხართ მზად, მაშინ არ ენდოთ. გამიგეთ ხო? დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. ძალიან მაგარი სარკია ვიმეორებ. ამ ადამიანთან ურთიერთობების მერე იქნები ძალიან გაბრაზებულიც, გამწარებულიც, იმედგაცრუებულიც, საშინლად განაწყენებული, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ შეუცვლელი გაკვეთილები გასწავლოთ ამ ადამიანმა. თუ რა თქმა უნდა, გაცნობიერებულად შეხედავთ ამ პროცესს. მეორე ვარიანტი. ბაყაყი ვინც აირჩია, მოდით ვნახოთ. თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი რამდენად სანდოა. ეცით რა არის, ესეთი ენერგიები არ მოდის, რომ გაბოროტებული ადამიანი, რომელსაც უნდა რომ გიბოროტოთ, რაღაცა დაგიშაოთ, ესეთი ენერგია არ მოდის, მაგრამ არც სტაბილური ენერგია არ მოდის. რამდენად სანდოა ჩაფიქრებული ადამიანი, აი აქ შეიძლება ქალი ჩაიფიქრეთ, სხვათა შორის არ გამომრიცხავ, პირველი ვარიანტი წამოვიდა მამაკაცის ენერგეტიკა. აი თქვენ ყველას არ ეხება, მაგრამ უმეტესწილად აქ არის ქალი ჩაფიქრებული. სანდოა რამდენად? იცით რა არის? თქვენ თუ ხართ სტაბილური ურთიერთობების მოყვარული ადამიანი, 10 ფუთი მარილი, ეს ადამიანი ეს არ არის პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ამ ადამიანში არ ჩანს რა იცით, გამიზნული ბოროტება, გამიზნული ცუდი ენერგია. არა, ეს არის ადამიანი, რომელიც კარგია სამეგობროდ ასეთ უპრობლემო სიტუაციებში ხვდებით, ხო? ადამიანს ძალიან ენერგიულია, ძალიან უყვარს დროს ტარება, ცვლილებები, ძალიან უყვარს მოგზაურობა შეიძლება უყვარდეს. ხვდებით, ხო? ასეთ მე 38 წლის ვარ, მაგრამ მაშინ სტუდენტობის პერიოდში ასეთ გოგოებს ვეძახდი ხოლმე პირადად მე პონტის დაქალებს. გამიგეთ ხო? ანუ რაღაც პონტში, რაღაც მომენტებში, როდესაც რაღაცა კარგ რაღაც მომენტებს აჩუქებთ ერთმანეთს, მიხვდით ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, ამ ადამიანს აქვს ძალიან ცვალებადი ხასიათი. არ არის სტაბილური ტიპი, არა, შეუძლია იყოს სტაბილური, მაგრამ ძალიან ისეთი
მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის შეუძლია იყოს ძალიან სტაბილურიც, ერთგულიც, მაგრამ ეხლა თქვენთან მიმართებაში რამდენად შეიძლება მისი ნდობა. ნახეთ, რას გეტყვით იცით? თუ მაგალითად თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აკომპლექსებს საკუთარი ფიზიკურობა, აკომპლექსებს, ძალიან ასეთი ლომი ქალის, მშვილდოსანი ქალის ენერგია მოდის, ვერძი ქალის ენერგია მოდის, კიდე რა ვიცი, ვინ შეიძლება, ხო, ცოტა ტრიპაჩი ასლენგს გამოვიყენებ, ხო, შესაძლოა ძალიანაც, ხო, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ხვდებით, ხო, თქვენ შეიძლება ეს აღიქვათ რაღაც მხრივ, როგორც რომც ერთი შეხედვით თითქოს არ უყვარდეს, მაგრამ ხვდება ყურადღების ცენტრი. ანუ თუ თქვენი თვითშეფასება არ გაქვთ ადგილზე, ძალიან მარტივად შეუძლიათ თვითშეფასება დაგიგდოთ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ამან გააკეთოს ძალით, მიხვდით ხო, რომ თქვენ თავით ცუდად იგრძნოთ. ესეთი ადამიანია, ხვდებით ხო? ყურადღების მიქცევა, კომუნიკაცია, დღეს აქეთ არის, ხვალ იქით არის, ხვდებით ხო? ანუ ეს არის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება კარგი თავგადასავლები ვთქვათ, აღმოაჩინოთ ერთად რაღაცა ბევრი საინტერესო, მიხვდით ხო, მაგრამ ადამიანი თუ გინდათ ვთქვათ რაღაცა სიღრმისეული, რაღაცა სულიერი, განა არ შეუძლია ამ ადამიანს, უბრალოდ არ არის მისი სტილი, მიხვდით ხო, შეიძლება ძალიან ღრმა ადამიანიც არის, კონკრეტულ ვიმეორებ მისთვის ძვირფას ადამიანი, ძალიან ძვირფას ადამიანებთან, ხო, მაგრამ არ აიტკიებს თავს, მიხვდით ხო? იმიტომ რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტად კარგი დროს გატარება, ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაღაცა საინტერესო შემეცნება, გართობა, ამაში აყვებათ აუცილებლად. ამიტომ ნდობა შეიძლება თუ არა თქვენ განსაჯეთ, იმიტომ რომ ვიმეორებ საიდუმლო გათქვას, შეიძლება არ გათქვას, მიხვდით ხო, მაგრამ შეიძლება წამოაყრანდალოს, მიხვდით ხო, არა ბოროტულად, ამით, იმიტომ რომ თვითონ თუ ადამიანი არ აღიქვამს რაღაცას დრამატულად და თქვენთვის რაღაცა შეიძლება ძალიანაც დრამატული იყოს, ის არ აღიქვავს ამას შეიძლება წამოაყრანდალოს, რაც ძალიან გეწყინოთ, მიხვდით ხო? მაგრამ არა ბოროტებით. აქ არ არის ვიმეორებ ბოროტი ადამიანი, აქ არ არის ცუდი ადამიანი. მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც თავის სულის სიღრმეებს აჩვენებს მისთვის ძალიან ერთეულ ადამიანებს. ან შესაძლოა საერთოდ არ აჩვენებს, იმიტომ რომ არ გამოჩენილა მის ცხოვრებაში ესეთი ადამიანი, რაღაცნაირად გაშალოს მისი სულის სიღრმეები. მაგრამ მთლიანობაში ეს არის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეუძლია თვითშეფასება ვიმეორებ დაგიგდოთ, თუ თქვენი თვითშეფასება არ გაგაჩნიათ, ხო, მოგეშალოთ ნერვები. ანუ ჩათვალოთ, რომ ყველას ყურადღებას იქცევს, ამას შეიძლება გაგაღიზიანოთ, მიხვდით, ხო, მისმა ამ ცეცხლმა შეიძლება გაგაღიზიანოთ, ხო, იმიტომ ბოროტი არ არის, ვიმეორებ, ამიტომ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რამდენად თქვენ ბიოლოგიას, მოდი ასე ვთქვა და თქვენს ენერგიებს რამდენად შეესაბამება ეს ადამიანი. არა იმიტომ შეიძლება ამას აკეთებდეს რაღაცა იმ ყურადღებას, რაღაცა იმ ენერგიულ, არა იმიტომ რომ თქვენი ჯინი სჭირს, ხო, ეს შემიძლია გითხრათ, არა. თვითონ ადამიანი არის ასეთი. ხო, და დანარჩენი უკვე თქვენ უნდა განსაზღვროთ, რამდენად გინდათ რომ, თქვათ, იცით როგორია კიდე ჩაცმულობის სტილიც, რამდენი წელსაც არ უნდა იყოს, უყვარს ბევრად უფრო, თქვათ, -10 წელი, ესე ჩაცმა, უცნაურად, რაღაცა განსხვავებული აქსესუარები შეიძლება მოწონდეს, ხო? სტილი, საუბარი კონდეს რაღაცა ესეთი ხმამაღალი, სიცილი უყვარდეს ხმამაღალი ხო სიტყვაზე. მაგრამ ყურადღებას იქცევს. დანარჩენი უკვე თქვენ უნდა განსაზღვროთ. ბოროტი არ არის. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. წრუწუნა ვინც აირჩია, მოდით ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი რამდენად სანდუა. ეს იცით როგორი ადამიანია, მოდით ერთი ორი არკანს კიდე დავამატებ. რამდენად სანდუა ჩაფიქრებული ადამიანი. ხო. ამიტომ ვთქვი, რომ რაღაცა არ მომწონს თქვა.
ამ ადამიანს არ ვენდობოდი და გეტყვით რატომ. რაღაცა რომ მისი სცენარი საწინააღმდეგოდ გააკეთოთ, შეუძლია მოჭრილ თავებზე იაროს. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, აქვს თავისი სამართლის კოდექსი, არ ვიცი, თავისი მუხლები აქვს. სისხლის სამართლის კოდექსი აქვს თავისი, მოდი ასე ვთქვათ. სადაც თუ კი ჩათვალა რომ თქვათ მის სცენარში ისეთი როლი არ ითამაშეთ, როგორიც მას უნდოდა და როგორცაც ის ხედავდა, შეუძლია მოჭრილ თავებზე იაროს. შეუძლია რაღაცა ძალიან მწარედ გითხრათ, გაგაუფასუროთ, შეუძლია მოგკლათ ენით, სხვათა შორის, ეს აქვს ამ ადამიანს. მიხვდით ხომ? იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს ესეთი განწყობა, არსებობს ჩემი სიმართლე, ძალიან ის არის რა. ეს არ არის ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეუძლია სხვისი პოზიციების და სიმართლების მიღება, მიხვდით ხომ? ძალიან უჭირს ეს ყველაფერი. არ ვხედავ მიმართულებას და ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, ხო? მისთვის არ არსებობს წინააღმდეგობა. ხოთშორის შესაძლებელია ფიქრობდეს, რომ ძალიან ისეთი დამსჯელი ძალაა, ხვდებით ხომ? ადამიანების ცხოვრებაში დამსჯელი მექანიზმის ასრულებს ხო ფუნქციას, ხო? და შესაძლებელია კონდეს აი ეს მომენტი, რომ მე სამართლიანი ვარ. აი, უსამართლობა და სამართალი, სიტყვა უსამართლობა კონდეს ძალიან ხშირად, ვინც უსამართლოდ აი რაღაცა, ხო? შეიძლება ამ ადამიანის ნდობა. არ შეუძლია მოჭრილ თავებზე სიარული, შეუძლია. როგორც შეუძლია რომ მიგიღოთ, ვთქვათ, მაგრამ ვერ ვიტყვი იცით რა, მისთვის ყველა ადამიანი მის ცხოვრებაში არის ჭანჭიკი, ჭანჭიკის როლს ასრულებს. ვერ ვიტყვი დიდათ რომ ადამიანები უყვარს სხვათა შორის. ამას ვერ ვიტყვი. ადამიანს აქვს თავისი მიზნები და ამ მიზნებისკენ მიდის და ადამიანებს იყენებს თითქოს როგორც ინსტრუმენტებს. და შესაბამისად, თუ კი მის არეალში ვინმე გამოიყო და სხვა მიმართულებით წავიდა, ამ დროს შეუძლია იმ უსამართლობაზე, რაზეც თვითონ ლაპარაკობს და თქვა, ის სამართალი, სიმართლე აწერია პირზე, ამ დროს შეიძლება ყველაზე დიდი უსამართლობა თვითონ ჩაიდინოს. იმიტომ რომ თავისი სამართლიდან გამომდინარე გადაწყვიტოს, რომ თქვენ უსამართლოდ ხართ, თქვენ უნდა ყველანაირად უნდა დაგსაჯოთ, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი აქ არის ცუდი სიტყვები, რაღაცა ცუდი სიტყვები, ენის მოფხანა ძალიან ცუდად, მაგრამ არ ვიტყურითი რომ ვიღაცასთან მოიფხანს ერთ ადამიანთან, არა. კოლექტივთან შეუძლია, არ ვიცი, ადამიანებთან, ფართო მასებთანაც შეუძლია გააჩნია, ხო? შეუძლია. შეუძლია, რომ ერთ დღეს უყვარდეთ და მეორე წუთას ისე შეძულდეთ, რომ თუ რაღაცა იგრძნო, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისე არ მიდის, როგორც მას უნდა. მაგრამ ვიმეორებ, მისთვის ამიშლოვანია მისი კომფორტის ზონა, მისთვის არის ამიშლოვანი მისი უსაფრთხოება, როგორც ფინანსურ, ყველანაირად, მისთვის ეს არის ამიშლოვანი, მისი ავტორიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ არა. სანდო ადამიანი რამდენად არის? მე თუ მკითხავდით ამას, ხო? მე ალბათ ასეთ ადამიანთან შორს დავიჭერდი თავს. მხოლოდ იმიტომ, რომ პირადად მე ცხოვრებაში არ მყოლია ავტორიტეტები და თქვათ საკუთარი მშობლისგანაც ანუ უფროსი ადამიანისგან მიგრძვნია რომ თრგუნავს და უნდა რომ თავის იმაში მომაქციოს, ჯერ კიდევ ბავშვი როცა ვიყავი, საშინელად ბუნტარობდი, იმიტომ რომ ბუნტს წევდი, იმიტომ რომ მე როგორც
თავისუფალ ადამიანს სხვის თავისუფლებასაც პატივს უცემ და მინდა რომ ანალოგიური მივიღო სხვა ადამიანებისგან. გამიგეთხო და თუ კი ვიგრძენი რომ ვიღაცა შეეცდებოდა ვგრძნობდი უბრალოდ ჩემს გაგუდვას ამ პირად სივრცეში შემოღწევას და უპატივცემულობას დამთავრებულიყო. შეიძლება ძალიან მყარებოდა, გამჭირვებოდა, გული მტკენოდა, შანსებიც მიმეცა, ადრე ვამბობ ეხლა უკვე ეს აღარც მიდის საქმე აქამდე. ხო. ძალაუფლება უნდა ამ ადამიანს და შესაბამისად ძალაუფლებას თუ კი ვინმე მისას ხო უცებ გაქცევთ მტრად რა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დღეს მისი საუკეთესო მეგობარი იყავით თუ მისთვის უსაფრთხო ხართ და მის იდეოლოგიას იზიარებთ და თუ კი ხვალ რაღაცა მოგინდათ დამოუკიდებლად გადაუხვიოთ სადღაც არა მარჯვნივ მარცხნივ, იმიტომ რომ იმან გითხრათ რომ მარჯვნივ თქვენ მარცხნივ მოგინდათ, ხო, ჩათვალეთ ყველაზე საშინელი ადამიანი ხართ. ამიტომ გააჩნიათ თქვენ ვინ ხართ. გააჩნიათ თქვენ ვინ ხართ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი კომპლექსები აქვს კიდევ ერთხელ. შეიძლება ძალიან უკომპლექსო, ძალიან თავისუფალი, ძლიერი ჩანდეს, მაგრამ შიგნიდან ძალიან ბევრი კომპლექსები აქვს. ძალიან ბევრი კომპლექსები აქვს და ძალიან ეჭვიანი ადამიანია. ძალიან ეჭვიანი ადამიანია მესამე ვარიანტი. ამიტომ ჯერ მარტო მის ენერგიებს რო ვკითხულობ, უკვე დავიხუთე, ამიტომ ავიღებ არკანებს და გეტყვით რომ ალბათ არა. დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილები, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.